ანუ ელიაური. მე ვარ ლუკას არაული. ანანუ ვარდანაშვილი. უკრავ ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე. რა ვილაპარაკო ჩემთანზე არ ვიცი. ამ სამყაროზე თქვენ რას გააკეთებთ? არ მიყვარს არასამართლიანი ხალხი. ბოროტობას. და ვინც ბოროტობას იდენს ადამიანები. ბოლოს მაინც იკეთე იმარჯვებს. გამოსწორებადი არის ეგ ბოროტი ადამიანებიც. მე გავაქრობდი მაღვიძარას. მე გავაქრობდი წყევლად. დისკრიმინაციას და უაზრო ძალადობას. რას გააჩენთ ამ სამყაროში? აი მაგალითად გაჭირვებულებს რამე რო დასჭირდებათ, მაგათთვის გავაჩენდი სხვადასხვა რაღაცებს, საჭმელს, სახლებს და ასე შემდეგ რა. კარგი იქნებოდა, რომ წიგნები უფასო ყოფილიყო. და გავაჩენდი მაგალითად ტელეპორტაციას, იმიტომ რომ ბევრი ადგილის ნახვა შეგიძლია და თუ წიგნი უფასო არ არის და მაგალითად შენ ქვეყანაში არ არის, გადახვალ ეგრევე მაღაზიაში იყიდი. ცხოვრების უსასრულობას. მე გავაჩენდი მაგალითად ჯიუდოს ადგილას, რომ ბევრი ადამიანი ვინც ჯიუდოზე დადის, არ უნდა იაროს დიდი ხანი გორში ან თბილისში. მე გავაჩენდი დროის მაგალითს. გადავიდოდი ძველ საუკუნე ეგვიპტეში და ნახავდი როგორი იყო, როგორ აშენებდნენ პირამიდებს, ძალიან მაინტერესებს. მე მაინტერესებს დინოზავრების იმაში, დროს რა ხდებოდა, როგორ გადაშენდნენ. დინოზავრები კიდე არსებობენ. კაცმები არიან. ეხლა მე კაცების აგებულება აქვს. მე მას ევდიანებს, აი ჩემს მეგობრებს რო რამე უჭირთ სხვადასხვა ამბებში. ეგეთი ადამიანი ვარ, ძალიან გულჩვილი ვარ. გუშინი რამანაც. ერთხელ ცოტა პატარა რო ვიყავდი და მიყიდა ნაყინი და ვეღარ ვჭამდი და გადაგდება არ მინდოდა და ვიტირე. ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაწვაზე ვიტირე კიდე. ანუ ბევრ რამეზე მიტირია როგორც ჩანს. ანუ 8 წლის ვიყავი, როცა გავიგე რომ ამდენი რაღაცა, ამდენი მნიშვნელოვანი ინფორმაცია რო დაიკარგა და ძალიან ვიტირე. ანუ წიგნზე არასდროს არ მიტირია და ამის დაწვაზე ვიტირე. აი ამ ქვეყნად ვის დაიბრუნებდით, ანუ ვინც გარდაცვლილა და გინდათ რომ დაბრუნდეს ისე ვის დაიბრუნებდით? აბა ჩემს რომელ პაპას? ალე პაპას დავიბრუნებდი მე ამ ქვეყნად რამოდენიმე თვის წინ გარდაიცვალა და მე ძალიან მიყვარდა ეს პაპა და დავიბრუნებდი. ეხლა ცოტა შენ ვის დაიბრუნებდი? ბებიას. ეს ჩემი დედაა და მე არ დავაბადებული ვარ რომ გარდამეცვალა ეს ბებია. რაღაცა ჩემ მომეყვა ძალიან კარგი დედა მყავდაო და ეხლა გარდაიცვალა. 15-ში დაიბადა, როდესაც მე დავიბადე მაშინ გარდაიცვალა. მე ვოცნებობ ჩემი ოჯახის კარგად ყოფნაზე, კვადროს ვოცნებობ, რომ კვადრო მყავდეს. მეტს არაფერს.